საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინის ხელისუფლებაში მტკიცედ გადაწყვეტეს, რომ ანტიკორუფციულ ორგანოებზე კონტროლი გაზარდონ. უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერამ სადავო კანონპროექტი კანონად აქცია, რომელიც კრიტიკოსებისთვის შემზღუდავია. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ამით დამოუკიდებელი ორგანოები სუსტდებიან, მათზე ხელისუფლების კონტროლი კი ძლიერდება. ეს კი ბალანსს არღვევს. ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი გუნდის კონტრარგუმენტით კი გადაწყვეტილება ძლიერი, ეფექტური და რაც მთავარია, რუსული გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუციების შექმნას ემსახურება. ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლად წარმოებული საქმიანობა პრეზიდენტს კითხვებს უჩენს. Антикорупційна інфраструктура працюватиме. Ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე. ის ამისგან უნდა გაიწმინდოს. აქ უნდა იყოს მეტი სამართლიანობა და, რა თქმა უნდა, ეს ორგანოები იმუშავებენ. გენერალური პროკურორი მოწადინებულია, რომ უზრუნველყოს მათი დასჯა, ვინც უკრაინაში კანონის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს ისაა, რაც უკრაინას სჭირდება. გამოუძიებელი საქმეები უნდა გამოიძიონ. სხვადასხვა მიზეზით წლების მანძილზე უკრაინიდან წასული ოფიციალური პირები საზღვარგარეთ ლამაზ ქვეყნებში ცხოვრობენ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე და ეს არაა ნორმალური. არ არსებობს იმის რაციონალური ახსნა, თუ რატომ დებს მილიარდობით დოლართან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წლების განმავლობაში ხელშეუხებლად. არ არსებობს არც იმის ახსნა, თუ რატომ შეუძლიათ რუსებს კვლავ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს რუსების გარეშე ხდებოდეს. მნიშვნელოვანია საზოგადოება ხედავდეს, რომ უკანონოებაზე სასჯელი გარდაუვალია. ახალი კანონის თანახმად ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის საქმიანობა ამიერიდან უკრაინის გენპროკურატურის ზედამხედველობით წარიმართება, რაც ორგანოების ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას ასუსტებს. ამის არ დასაშვებად უკრაინის ქალაქებში საპროტესტო მუხტი გაჩნდა, რაც ომის დაწყებიდან დღემდე შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის მიზეზით პირველად მოხდა. დემონსტრანტები პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას თხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, რომ კორუფციას ვებრძოლოთ, რათა მეტი ფული გაიგზავნოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მთავრობა რაც უფრო ეფექტურად გამოიყენებს ჩვენს რესურსებს, ქვეყანაში ნაკლები კორუფცია იქნება და თავდაცვაზეც და ჩვენს საერთო ბრძოლაზეც მეტი რესურსების გადამისამართება მოხერხდება. რეალურად ამ ორგანოების დამსახურებითაა, რომ ჩვენი სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს. თუ ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს შეზღუდავ, მაშინ ყველა გააკეთებს იმას, რისი საშუალებაც მიეცემა, მოუნდებათ სულ უფრო და უფრო მეტი. ფრონტის ხაზზე ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი. დავეხმაროთ ჯარს ყველა მეთოდით და ეს ერთადერთი გზაა, რომ გავაძლიეროთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ამის დამსახურებით კი ევროპა მხარს დაგვიჭერს წინააღმდეგ შემთხვევაში შეშფოთდებიან. ასეც მოხდა. ბრიუსელმა უკმაყოფილება მალევე გამოხატა, რადგან კარგად იცის, რომ სტრატეგიული პარტნიორი უკრაინისთვის კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ანტიკორუფციული მექანიზმების ეფექტურობა და დამოუკიდებლობა კი ევროკავშირის პოტენციური წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. კანონს უკან გადადგმული ნაბიჯი უკვე უწოდა გაფართოების საკითხებში მთავარმა კომისარმა ბრიუსელიდან. ევროკომისიის პრეზიდენტი კი კიევს კანონის უზენაესობის საქმეში ევროპულ თამასას ახსენებს და განმარტებებს თხოვს. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გამოხატა ძლიერი შეშფოთება შესწორებასთან დაკავშირებული შედეგების გამო და მოსთხოვა უკრაინის მთავრობას განმარტება. კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საკვანძო ელემენტებია ევროკავშირისთვის. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ელიან რომ ამ სტანდარტებს სრულად დაიცავს, კომპრომისი ვერ დაიშვება. ახალი კანონპროექტის ირგვლივ საპარლამენტო კენჭისხრას წინ უძღოდა ანტიკორუფციული ბიუროს 2 თანამშრომლის დაკავება. რუსეთთან მათი კავშირების მიზეზით. სხვა თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში კი ჩატარდა ჭხრეკა. შემდეგ დღეს რადამ კანონპროექტი ბოლომოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტმა კი მას ხელი მოაწერა. უკრაინული მედია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ახალი დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გასაჩივრდეს. უკრაინის ქალაქებში კანონის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება.